გამარჯობა, პატისებულ 8 წლის ბავშვების აუდიტორიამ, რომლებიც ჯერ კიდევ Roblox-ა და Brawl Stars თამაშობთ. მე გაუდგიოვანი მეგობრები ნიკას მეძახიან თუ პირიქით თუ როგორც არის. და ასევე თქვენ მოგესალმებით ადამიანო, ნუ თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლებიც ანიმეს უყურებთ. კაცია ადამიანი. ანიმეს ფანი / ანიმეშნიკი, როგორც უმეტესად ორგანიზმია, რომელიც უკვე ნანახი ტაიტლების სიმრავლის გამო თითქმის შეეზარდა ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანს. ასეთ ლუზერებს ვურჩევ მეტი აჯიმანიების კეთებას. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები არავისზე იმოქმედებდა. ასე რომ აი პატარა მოტივატორი. მე ახლა ვაპირებ ასეთი ანიმეშნიკი ობიექტის სკილებისა და სტატების ჩამოთვლას. შევეცდები დაგანახოთ თუ რა არის ანიმეშნიკობის კარგი მხარე, ცუდი მხარე და მოკლედ საერთოდ რა ხდება მაგ ფონში. დიახ, მე გასტრიდი მაქვს, მაგრამ მოდი ჯერ იმით დავიწყოთ, რომ არსებობს ბევრი ტიპის ანიმეს მაყურებელი. ამ კულტურის პატივისმცემელი შეიძლება იყოს როგორც ასეთი, ასევე აი ასეთი. მოდი დავიწყოთ ანიმეს მაყურებლის ტიპების ჩამოთვლა. პირველი ტიპი იქნება ნარუტოს კაცი. ასეთი შემთხვევები უმეტესად ახალგაზრდა ორგანიზმებში გვხდება. უმეტესად მათ ნანახი აქვთ 1 ან 2 ანიმე და ამ ანიმეებს აღმერთებენ იმის მიუხედავად, რომ ჯერ არაფერი იციან და არაფერთან შეუძლიათ მათ შედარება. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ანიმე ნარუტო. ამ სუბიექტებში ხშირად გვხდება ასეთი გარჩევები. მომისმინე ბიჭო. რა მოგისმინო ბიჭო? ეგრე გაიხედე იტაჩი მიდიოდა რომ მოვიდე, ჩემი გაგიხევს ხვირს. რა ბიჭო? მაგას ნარუტო შუაზე გადახევს. ვაფშე რო იცოდე მე ნარუტომ ცხოვრება მასწავლა და აი შენ ძუძუების შოკი. მეორე ტიპი. ადამიანი, რომელიც უბრალოდ კინოსპონში უყურებს ანიმეს. მათზე არაფერი განსაკუთრებული თქმა არ შემიძლია, უბრალოდ კარგი ხალხია და არა ისინი ანიმეს უყურებენ არა იმიტომ რომ მოდაშია და რამე, არამედ იმისთვის რომ უბრალოდ დაისეონ და ტვინისთვის განსხვავებული საკვები მიიღონ. იმედია ასეთი ხალხი მეტი იქნებით. თქვენნაირი ადამიანებისთვის გზაც დამილოცია და ცოლიც მომიყვანია. F-ს ვაჭერ და რესპექტებისთვის. შემდეგი ტიპია ანიმეს ფანი. ეს არის ამ მოდგმის ის ტიპი, რომელსაც Facebook-ი გავსებული აქვს ანიმე პოსტებით. ტელეფონში wallpaper-ად რა თქმა უნდა ანიმე უყენია და ტელეფონიც ანიმეს ფოტოებით აქვს გავსებული. მათში განსაკუთრებულად გავრცელებულია გამოთქმები. კავაი, უწუ, სენპაი. ამ ფრაზების გაგონების შემდეგ უფრო მეტად მინდება საკუთარი თავის მოკლა. პრინციპში ამისათანა კიდევ შეიძლება, მაგრამ აი შემდეგი ტიპის უკვე მეშინია და შენც უნდა გეშინოდეს. გადამკვდარი ანიმეშნიკი. ასეთ ობიექტს ნანახი აქვს სასობით ანიმე. მუდმივად ანიმეზე ფიქრობს, იდულობს ანიმე ფიგურებსა და სხვა დანარჩენს. აკეთებს კოსპლეებს და მასთან საუბარი შეუძლებელია თუ სალაპარაკო თემა ანიმეზე არ იქნება. ასეთი სახის უმეტესად მამრობითი სქესის ინდივიდები გვხვდება, მაგრამ მათი მსგავსი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები არც კი სჭირდებათ, რადგან მათ ვაიფუები ჰყავთ. ვაიფუ, ანიმე პერსონაჟი, რომელსაც ქრაშავენ, მოსწონთ, ან უყვართ. დიახ, ეს ის ადამიანების ტიპია, რომლის ქუჩაში შეხვედრის დროსაც მას უნდა მიუახლოვდე და ბერტყო იქნებ რამე გამოუსწორდეს. ახლა კი მოდი სტატებზე გადავიდეთ. ნორმალური ადამიანის სტატები, ფიზიკური მონაცემები, უმეტესად გავრცელებულია 80-100-დან. აზროვნება 50-დან 80-მდე 100-დან. სოციალური მდგომარეობა 80-100-დან. ნარუტოს კაცის შემთხვევაში სტატების დადგენა შეუძლებელია. მეორე ტიპის ანიმეშნიკის სტატები თითქმის არაფრით განსხვავდება ნორმალური ადამიანის სტატებისგან, მაგრამ უმეტესად მათი აზროვნება უფრო მაღლა დგას ვიდრე ნორმალური ადამიანის აზროვნება. სოციალურ მდგომარეობაზეც იგივე თქმა შემიძლია. ეს მაჩვენებელი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე არ იქნება. მათი მაჩვენებელი შეიძლება ნორმალურ ადამიანზე ნაკლებიც იყოს. ამ შემთხვევაში გააჩნია თვითონ ადამიანის ტიპს. თუ უბრალოდ გამოხლიავებული უყურებთ ნახატებს, მაგ შემთხვევაში მაჩვენებლები არ გაგვეზრდება. ხო, თუ გაქვს ტვინი, რომლითაც შეგიძლია ამაზე ფიქრი და იყენებ ამ შანსს, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაგეზრდება. შემდეგი კი გვყავს ანიმეს ფანი. ასეთი ტიპის ადამიანებს ფიზიკური მაჩვენებლები ან ისი აქვთ როგორც ნორმალურ ადამიანებს, ან ნაკლები. მეტი ზედმეტად იშვიათად. იგივე შეეხება აზროვნების სტატებსაც. ხოლო სოციალური მდგომარეობა ნორმალურზე ნაკლები. ბოლო ტიპის, ანუ გადამკვდარი ანიმეშნიკების შემთხვევაში, ფიზიკური მდგომარეობა უმეტესად არსებობს გამონაკლისები, მაგრამ უმეტესად ნორმალურზე დაბალი. იგივე შეეხება აზროვნებასაც. ხოლო მათი სოციალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, პლინტუსების ქვეშ არის შევარდნილი. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები. ახლა კი მოდი გადავიდეთ მათ სკილებზე. ეს ინფორმაცია უმეტესად შეეხება ანიმე ფანებსა და გადამკვდარ ანიმეშნიკებს. მოდი დავიწყოთ მათი პასიური სკილით. პასიური სკილის სახელია Man of Culture. თუ ასეთი ტიპის ადამიანი გაიგებს, რომ მოსაუბრე ანიმე კულტურაში ასე თუ ისე გარკვეულია, ემატება იმდენი სოციალურობის ქულა, რომ ნორმალურ ადამიანს უსწრებს. შემდეგი სკილი. ამ ანიმეს უყურე უეჭველი მოგეწონება. სკილი, რომლითაც ანიმეს ფანს შეუძლია ნორმალური ადამიანი ანიმეს ფანი გახადოს, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ბევრ ნორმალურ ადამიანს ამაზე იმუნიტეტი აქვს და ხშირად ეს ყველაფერი არ ამართლებს.
კიდევ ერთი სკილი, ტვინის დაპაუზება. ამ სკილის გააქტიურება მომხმარებელს შეუძლია ანიმეს ყურებისას. ამ დროს იგი ვერ იაზრებს, რომ დრო გადის და ძალიან ეფექტურად სწავლობს ცხოვრებას ნარუტოდან. შემდეგი სკილი. ცხოველი. ეს სკილი აქტიურდება უმეტესად ავტომატურად და მომხმარებელს აძლევს სხვადასხვა ცხოველის ან ქვეწარმავლის თვისებას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ლეოპარდის უნარი. როგორც იცი, ლეოპარდი ძალიან ჩქარია, მაგრამ ახლა მეტყვი რომ ეს რა შუაშიაო. მართალია, არცაა შუაში. შეგიძლია კომენტარებში დაწერო, რომ მე შუტკების მეფე ვარ. ლოლ ხდ. ანუ ლეოპარდს როგორც იცი 8 საათის განმავლობაში შეუძლია გაუნձრევლად ყოფნა. და როგორც ხვდები ანიმეს ჭრილს ეს სკილი ეძლევა. დღესდღეობით სწორედ ამიტომაცაა გავრცელებული სკამზე მიწებების ჭირი. ყველა ანიმეს ჭრილს სხვადასხვა მხრივ ვითარდება ეს სკილი. მაგალითად, ზოგს შეუძლია თვალები არ დაახამხამოს დიდი დროის განმავლობაში. რაც როგორც იცი, ბუების თვისებაა. ბუ თვალს ძალიან იშვიათად ახამხამებს. კერძოდ კი მხოლოდ მაშინ, როცა იძინებს. საერთოდ მას თვალების ამოძრავება არ შეუძლია. ამის გამო ხშირი თავის ტრიალი უხდება. დღესდღეობით კი ცნობილია მისი 200 სახეობა. იმედი მაქვს თავი განათლებულად მოგაჩვენე და ვერ მიხვდები რომ მოგატყუე და არც ინფორმაციის გადამოწევა მოგინდება. ანიმეშნიკების სულს, ანუ მათ ყველაზე ძლიერ სკილს ქვია ანიმე ბავშვებისთვისა. ამ სიტყვების გაგონებისას ანიმეშნიკს ემატება +1000 ფიზიკურ მონაცემებზე და გადადის გაუკონტროლებელის მოუდში. ასეთ დროს რეკომენდირებულია მთქმელის რაც შეიძლება შორს გაყვანა და თავადაც მისგან რაც შეიძლება შორს დგომა. უმეტესად აკაუნტერებს დამამშვიდებლების დიდი დოზა. აი დასასრულსაც მივუახლოვდით. სანამ დაგამშვიდობები კი ერთი რაღაცის თქმა მინდა. ბოდიში რო პრო ვარ. შენ ხარ ყვავილი ვიცი და როცა შენთან ერთად ვარ მართლა არ ვიცი რა გითხრა baby you. შენ ხარ ისე ჩემს ავში როცა ვარვე ჩემ თავთან ფიქრობ რა მინდა გითხრო baby you. ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის ყველაფერს და თან ყოველთვის baby